ჩინეთში კი შეიმუშავეს სატელიტურ ლაზერული ტექნოლოგია, რომელიც 100 კილომეტრზე მეტი მანძილიდან ადამიანის სახის დეტალურად დანახვის საშუალებას იძლევა. გამოცემა South China Morning Post-ის მიხედვით, ეს ტრადიციული სადაზვერვო თანამგზავრული კამერების ამჟამინდელ შესაძლებლობებს ბევრად აღემატება. პლანეტის დაბალ ორბიტაზე მოძრავი ასეთი აპარატებით სხვა ხელოვნურ თანამგზავრებზე ახლოდან დაკვირვებაა შესაძლებელი. ახალ ტექნოლოგიაზე ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლები თავიანთ ნაშრომში წერენ, რომელიც გამოცემაში Chinese Journal of Lasers გამოქვეყნდა. SAL სისტემა ობიექტის მოძრაობაზე ორიენტირებული, რათა განსაკუთრებით მაღალი გარჩევადობის სურათი მოგვაწოდოს. მისგან განსხვავებით CAR-ის ტიპის რადარები მიკროტალღურ რადიაციას იყენებს, რომლის გრძელი ტალღების გამოც შედარებით დაბალი ხარისხის ფოტოები მიიღება. ახალი კამერა ოპტიკური სპექტრისაა, რომელიც უფრო მოკლე ტალღებზეა კონცენტრირებული. შესაბამისად ის მკაფიო გამოსახულებებს იღებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სხვადასხვა მატერიაში შეღწევადობა მიკროტალღებს უფრო ახასიათებს, რადგან ისინი მარტივად არ იფანტება და შთაინთქმება. ეს დიდი წინსვლაა. უკეთესი შედეგისთვის მეცნიერებმა ლაზერის სხივი 4x4-ზე მიკროლინზაში გაანაწილეს, რამაც სისტემის ოპტიკური აპერტურა 17.2-დან 68.8 მმ-მდე გაზარდა. ესაა ღიობი, რომელიც აკონტროლებს რა რაოდენობის სინათლე შეაღწევს კამერაში. ამ გზით მათ ფართო ხედსა და დიდ აპერტურას შორის არჩევას გვერდი აუარეს. მნიშვნელოვანია, რომ ტესტირება იდეალურ ამინდსა და ატმოსფერულ პირობებში განხორციელდა. აქედან გამომდინარე გასათვალისწინებელია, რომ ღრუბელი, ძლიერი ქარი და სხვა მსგავსი ფაქტორები ახალი ტექნოლოგიისათვის ხელის შემშლელი ფაქტორი იქნება. გამოიწერე კოდის YouTube არხი. ნახე უამრავი საინტერესო ვიდეო სხვადასხვა თემაზე.